მოგესალმებით. ამჯერად მინდა ვისაუბრო ისეთ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე, როგორიც არის სიტყვის ძალის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. ვინაიდან აქამდე იგი დაფარული იყო ადამიანური ცნობიერებისათვის, ამიტომ საუბარს დავიწყებ ბიბლიის ცნობით სიტყვის თაობაზე. დასაწყისში იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი. ყოველივე მის მიერ შეიქმნა და უმისოდ არაფერი შექმნილა, რაც კი შექმნილია. მასში იყო სიცოცხლე და სიცოცხლე იყო ადამიანის ნათელი. ნათელი ბნელში ანათებს და ბნელმა ვერ მოიცვა იგი. ამ სიბრძნის შესახებ მოგახსენებთ იმას, რომ აქამდე მისი სრულყოფილად ახსნა არავის წარმოუდგენია. მისი მიზეზიც ის გახლავთ, რომ ადამიანთა შემეცნება ვერ არის მფლობელი იმ ცოდნისა, რასაც ადამიანური ფენომენის შესახებ ჭეშმარიტი ცოდნა ჰქვია. რადგან მას ეწოდომას სულის შესახებ საფუძვლიანი ცოდნის ფლობა ესაჭიროება. კერძოდ კი იმის სათანადოდ გაგება, რომ ადამიანის არსებობას განაგებს გონების საშუალებით ფუნქციონირებადი სული, რომელი გონების შემქმნელიც არის ქრისტე ედემში ყოფნის დროს. თავად გონება კი მომცველია იმ კანონების კრებულისა, რომელთა განსჭიდაც განიკარგება ადამიანთა ბედისწერა, რაც იძლევა იმის შეცნობის საშუალებას, რომ ეს მატერიალური სამყარო ადამიანისათვის წარმოადგენს სიტყვის ძალის აღმასრულებელ გარემოს. ცხადია, რომ ცნობიერების იმ საზომისათვის, როგორცაც საზოგადოებანი ფლობდა და ჯერაც კიდევ ფლობს, ძნელია იმის წარმოდგენა, რომ ეს უზარმაზარი მატერიალური სამყარო ემსახურებოდეს ადამიანთა ბედისწერის აღსრულებას. თუმცა ამის შეუძლებლად მიჩნევას არ ექნება ადგილი მაშინ, თუ კი ადამიანი დაფიქრდება იმაზე, რომ ეს სამყარო არ არის ადამიანური თვალთახედვითი აღქმის საზომზე გათვლილად შექმნილი და მით უმეტეს ის ძალებიც, რომელნიც მასში ფუნქციონირებენ. უფრო მეტსაც ვიტყვი და კერძოდ კი იმას, რომ სამყაროში არსებულ უამრავთაგან ადამიანური გრძნობათა ორგანოები მხოლოდ ძალზედ უმცირედის აღქმის შემძლეობისანი არიან. ადამიანური ცნობიერება კი მათგან მოწოდებულ ინფორმაციას ეყრდნობა და განაშესაძლებელია, რომ მან აღიქვას ეს სამყარო სრულყოფილად. ცხადია არა. ამიტომ მიახლოებითაც არ ძალუძს მის წარმოდგენაც კი, თუ სინამდვილეში როგორია იგი და ან და რა პრინციპით განიგება. მაგრამ ადამიანურ შემეცნებას შემქმნელის მიერ აქვს მიცემული იმის ცოდნის მოპოვების უფლება, რომ იმდენად ჩაცვდეს ამ სამყაროსეულ სიღრმეებში, რამდენადაც ის საჭიროა საიმისოდ, უსაფრთხოდ რომ შეძლოს იმ გარემოში არსებობა, რომელიც სპეციალურად მის საარსებოდ არის დარეგულირებული და მას დედამიწური გარემო ჰქვია. ახლა კი უშუალოდ იმაზე ვისაუბრებ, ბიბლია თუ რატომ ანიჭებს სიტყვას ესოდენ უდიდეს მნიშვნელობას, რომ მასზე ამბობს, სიტყვა იყო ღმერთიო. რასაც რელიგიური მოწვრება იმით ხსნის, რომ ქრისტე მოიხსენიება სიტყვადო და მას ქრისტე ღმერთსაც კი უწოდებს. ხოლო თუ რატომ აიგივებენ ქრისტეს სიტყვასთან ან ღმერთთან, ეს კი სათანადოდ არავის აუხსნია. სინამდვილე კი ასეთია. ქრისტე არ არის ღმერთი. არამედ არის ღმერთის მიერ მოწონებული შვილი. ანუ უფრო გასაგებად რომ ავხსნა, მასთან მიმართებაში საუბარია ანგელოზურ სულზე, რომელიც ქრისტეობის სხეულის პატრონს აქვს მინიჭებული. ხოლო სიტყვა კი იმიტომ არის ღმერთთან შედარებული, რომ სულის პროგრამა გონება ადამიანური ცნობიერებისათვის აღიქმება სიტყვებად, ხოლო სხეულისათვის კი სასიცოცხლო ენერგიად. თავად გონება კი ქრისტემ შექმნა ედემში, ედემელ ადამად ყოფნის დროს და იგი ყოველ ადამიანს დაბადებითვე ეძლევა სულთან ერთად ერთი და იგივე შემადგენლობით. ხოლო სულის შესახებ კი ბიბლია იძლევა ასეთ ცნობას, რომ ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელი თაყვანს უნდა სცემდეს სულითა და ჭეშმარიტებითო. რაც ნიშნავს იმას, რომ ღმერთის დიდებაში ჭეშმარიტების იმ კანონთა დაცვა იგულისხმება, რომელნიც გონების შემადგენელნი არიან, რამე თუ სიტყვის ძალა მათ წყობაშია. რას ნიშნავს სიტყვის წყობა? ეს უაღრესად მნიშვნელოვანი საკითხი არის და ვეცდები მასზე საუბარი იმგვარი ფორმით წარმართო, რომ საყოველთაოდ გასაგებად იყოს წარმოდგენილი. სიტყვა რომ გერებისაგან შედგება, ეს ყველა მიცის. გერა კი ხმის მომცველობისაა. ხოლო ხმა კი ნაწილაკთა შეჯახების შედეგად ელექტრულ ენერგიად გარდაქმნილი ის ტალღაა, რომელიც სივრცეში განიბნევა ბგერების სახით. ყოველივე ეს კი იმას მეტყველებს, რომ ყოველი სიტყვა არის ელექტრული ენერგიის ძალით აღჭურვილი.
რომელიც ძალის არსებობასაც უზრუნველყოფს მატერიალური სამყაროს არსებობის საყრდენი სამყარული ბრუნვა, რომელიც მიუხედავად იმისა, რომ ადამიანური თვალთახედვით ისე ჩანს თითქოს ხაოსურია, სინამდვილეში მკაცრად მოწესრიგებულად კანონზომიერულია და საბოლოო ჯამში მისი მიმართულება ერთმხრივი ხდება, რაც ქმნის დროის ფაქტორის არსებობის აუცილებლობას. დიახ, დრო გახლავთ ის სიდიდე, რაზედაც არის დაფუძნებული ამ სამყაროში მიმდინარე ნებისმიერი პროცესი. ძალიან ბევრ ადამიანს გონია ის, რომ დრო მხოლოდ პლანეტური სიდიდეა და კოსმოსი კი მას არ ემორჩილება. რაც არასწორია, რადგან ამ სამყაროში დროის ფაქტორი მოქმედებს ყველგან და ყოველივეზე. ოღონდ სათავისოდ გათვლილად მიწონილი აქვს ყველას და ყველაფერს, რაც ამ სამყაროსეული კანონმდებლობაა და ამიტომაც ფუნქციონირებს ეს სამყარო ასე ზედმიწევნით მოწესრიგებულად, რომ ერთი წერტილიც კი ვერ გადაადგილდება მასში კანონზომიერული გათვლით დადგენილების გარეშე. ახლა კი გადავალ იმ საკითხზე, თუ უშუალოდ ჩვენზე, ადამიანებზე, როგორ მოქმედებს სიტყვის ძალა და შევეხები იმ ნაწილს, რომელიც აქამდე დაფარული იყო ცნობიერებისათვის. ხალხს რომ წარმოდგენა არ აქვს სიტყვის ძალის ჭეშმარიტ მნიშვნელობაზე, ამას ამტკიცებს ის ფაქტები, რასაც ადამიანების ჩადიან. ილანძღებიან, იწევლებიან, უძმაწურად საუბრობენ, ტყუილებს იგონებენ, ცრუ მოწმედ გამოდიან. სამწუხაროდ მათ არ იციან ის, რომ ყოველივე ამის შედეგები არა მარტო მათ აზარალებთ, არამედ თავიანთ ოჯახებსა და შთამომავალებასაც. გეტყვით მეტსაც, მოგეხსენებათ, რომ არავისათვის უცნობი არ არის ისეთი ფაქტები, როცა სამწუხარო ან სასიხარულო ინფორმაციის გაგებას გულის გასკდომის ეფექტი გამოუწვევია და ადამიანის სიცოცხლეს კი შეუწირავს. მაგრამ აქამდე არავის მოპოვებია ის ცოდნა, თუ რა ძალას ფლობს სიტყვა ასეც, რომ გულის გასკდომაც კი შეუძლია. ან და რა ძალაზე დგას ლოცვის ეფექტი და თუნდაც წყევლის. რატომ უსრულდებათ ისინი ზოგს და ზოგიერთებზე კი არ მოქმედებს მათი ძალა? ეს ის საკითხებია, რომელიც ალბათ ყველასათვის უნდა იყოს საინტერესო და ამიტომაც სწორედ მათ ახსნას წარმოვადგენ ახლა. ბიბლიის დაბადებაში არის ასეთი ცნობა, რასაც ადამი უწოდებდა ყოველივეს, იგი იქნებოდა სახელი მისიო. ეს ცნობა ნიშნავს იმას, რომ წოდება უნდა იყოს ბგერათა ისეთი წყობა, რომელიც მომცველი იქნება იმ ხმისა, რომელი ხმაც გამოიცემა აღსანიშნავი შემადგენლობის მისაღებად მიმდინარე რეაქციის დროს. თუმცა ამ ხმათა აღქმის შემძლობის მქონე არ გახლავთ ჩვენი სასმენი აპარატი. გაცნობებთ მეტსაც, კერძოდ კი იმას, რომ ეს სამყარო არ არის ჩუმი, მაგრამ ჩვენი სასმენელი ორგანოა ისე შექმნილი, რომ მხოლოდ ხმის გარკვეული დიაპაზონის აღქმა შეუძლია. ამასთანავე გეტყვით იმასაც, რომ ყოველი მუსიკა სიტყვების მომცველობისაა. თუ კი ადამიანის შესძლებზე შექმნის ისეთ ხელსაწყოს, რომელიც მუსიკის სიტყვებად თარგმნას მოახერხებს, მაშინ მისახვედრი იქნება ის, თუ რატომ ხდება ზოგი მუსიკა. რისი მიზეზიც ის არის, რომ იმ სიტყვათა იმ წყობის მომცველია, რომელიც წყობაც გონებაში დაფიქსირებულ სახელებს შეესაბამებად. თუმცა გონებაში ისინი მუსიკალური ნოტების სახით კი არა, არამედ რიცხვების სახით არიან ჩაწერილი. რადგან თავად ამ სამყაროს ფუნქციონირებაც მათემატიკურ წესებზე არის დაფუძნებული. აგრეთვე მოგახსენებთ იმასაც, რომ ყოველი გრძნობა, რაც ადამიანს გააჩნია, ასევე ენერგიის მომცველია და ამიტომაც ნებისმიერ ქმედებას, რასაც ადამიანის ჩადის, ისინი წარმართავენ. მაგრამ გეტყვით იმასაც, რომ გრძნობების და ნებისმიერი ადამიანური თვისებაც გონებისაგან იმართება და მასში კი ისინი ფიქსირდებიან სიტყვებად დაწყობილნი. თუმცა ჩანაწერი კი შესრულებულია რიცხვების სახით. რაც შეეხება სიტყვათა წყობას, რომელიც მიჩნეულია სწორად და თანხვედრილია სამყაროს ბრუნვის მიმართულებისა, ანუ დროის დინამიკისა. ის აღჭურვილია იმ ენერგიით, რომელიც შეესაბამება სიმართლის გრძნობას და ამიტომაც ის სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და წოდებულია კიდეც ნათელძალად. შესაბამისად, ლოცვის სიტყვების სიმართლის გრძნობის ენერგიით არიან აღჭურვილი და წყევლისა კი სიცრუისა. ამიტომ ლოცვა მხოლოდ გულწრფელი ადამიანის მიმართ იქნება აღსრულებადი და წყევლა მას ვერაფერს დააკლებს, მაგრამ წყევლა კი ცრუს მიმართ. აი ამიტომაც ხდებოდა ჭეშმარიტების დაფარვა ადამიანთათვის სატანის ძალისხმევით, რომ მათ სიცრუე სიმართლეთ მიეღოთ და ამით კი წყევლაში შესულიყვნენ და ყველა გამხდარიყო წყეული. ამჟამად კი უკვე ის დრო დადგა, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად აუცილებელია წყევლიდან გამოსვლა, რადგან სამყარო ადამიანთა მოდმის საარსებო დადგენილ დროის ბოლო ჟამში იმყოფება. აი სწორედ ამაში მდგომარეობს ღმერთის სამობის საიდუმლო.
რომ სხეულის უჯრედები იზრდებიან და ყალიბდებიან იმ ენერგიით, რომელიც სხეულის სულის სხეულში ბრუნვით გამოიყოფა. რაც ტვინისათვის სიტყვებად აღიქმება და სხეულისათვის კი გრძნობებად. ანუ სიტყვა, გრძნობა და სხეულოვანი უჯრედები ეს განუყოფელი ერთიანობაა. ხოლო რაც შეეხება იმას, თუ როგორ გრძნობებს ფლობს სხეული, ამის დარეგულირება კი ხდება იმის და შესაბამისად, თუ როგორი ხარისხით სრულდება სულის ბრუნვის პროცესი სხეულში, რასაც უზრუნველყოფს აზროვნებითი გადაწყვეტილებანი. თუ ისინი ეფუძნებიან სიმართლეს, ანუ გონებაში მყოფი კანონების გასჯას, მაშინ ბრუნვა შეუფერხებლად მიმდინარეობს და გამოყოფილი ენერგიაც ნათელია და კეთილი გრძნობების მიღებას აქვს ადგილი, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბრუტისას. აქ აღსანიშნავია ის მეტადმნიშვნელოვანი ფაქტორი, რომ ყოველივე ამ პროცესის დამაფიქსირებელი არის ის სხეულოვანი უჯრედები, რომლებიც ამ დროს წარმოიშობიან. სამწუხაროდ და საბედნიეროდაც ისინი უკვე მყარი მატერიალებია და თავიანთი წვლილი შეაქვთ აზროვნების შემდგომ გადაწყვეტილებებში იმგვარად, რომ ვისაც სწორი წყობის უჯრედებით უშენდება სხეული, მისგან ნაწარმოები კეთილი გრძნობა გავლენას ახდენს აზროვნებაზე, რომ მან სწორი გადაწყვეტილებანი მიიღოს, ხოლო არასწორი უჯრედების მქონეობა კი არასწორი გადაწყვეტილებებისაკენ მობიძგებს. აი ამას ნიშნავს ის კანონი, რომელიც ამბობს, ვისაც აქვს მას მეტი მიეცემა და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვსო. აქ იგულისხმება შედეგი, ანუ გონიერი სხეული, რის მისაღებადაც არის შექმნილი კიდეც ადამიანთა მოდგმა. როგორი სხეულის პატრონიც იყო იესო ნაზარეველი და ასეთ სხეულს სხვანაირად სულიერი სხეული ჰქვია. ამიტომაც სიტყვა მაშინ ასრულდება, თუ კი მისი შინაარსი თანხვედრილია იმ ჩანაწერისა, რომელთაც აშენებულია სხეული და ამასთანავე იმ გრძნობისაც, რის მფლობელიცაა პიროვნება. ამიტომაც გონიერი სხეულის პატრონი ვერც სალანძღავს სიტყვა სიტყვის, ვერც დაიწყალება და ვერც უწმათური სიტყვებით იმედყველებს. ამასთანავე მისი აზროვნება უმალმე მიხვდება იმას, რა ინფორმაციაა ჭეშმარიტი და შეიმეცნებს კიდეც მას. მაგრამ გონიერებას მოკლებულთა მეტყველება კი საპირისპიროდ არის წარმართული, რის გამოც ჭეშმარიტება მათთვის გაუგებრობა და მათში მხოლოდ ის ხიზიანებას იწვევს. ამიტომაც ილანძღებიან მისი მოსმენისას, რადგან მათ სხვაგვარად არ შეუძლიათ, ვინაიდან ადამიანური ფენომენი ისეა მოწყობილი, რომ არ შეუძლია არ განაცხადოს გულში მოჭარბებული. კეთილი კეთილმეტყველია და ბოროტი კი ავმეტყველი. შეიძლება ბოროტი შეშენიღულად ტკბილად მოსაუბრეც იყოს, მაგრამ გონიერი ადამიანი მის საუბარში დაფარულ გეზს აუცილებლად მიხვდება, მაგრამ სხვები კი ვერა და ამიტომაც მათ ძალიან ძვირი უჯდებათ კიდეც ეს ვერ მიხვედრა. ვინც ახლა მისმენთ, ალბათ თქვენთვის მისახვედრია ის, რომ ვეხები იმდენად ვრცელ საკითხს, რომლის ასე მოკლედ წარმოდგენაც ძალიან რთულია. მაგრამ ეს მცირედი მონახაზი უნდა წარმომედგინათ თუნდაც იმისათვის, რომ გაჩენილიყო ინტერესი ამ საკითხის მიმართ და ვისაც ამის გონებრივი შემძლეობა აქვს გენეტიკურად მიცემული, მისი მოძიება დაეწყო. ვინაიდან ეს ქართულ ენაზე მეტყველთა გასაკეთებელი საქმეა და მას სხვა ენებით მოსაუბრენი ვერ შეასრულებენ. რასაც ცხადია აქვს თავისი საფუძველი თუ რატო. ამ ცოდნის სათანადო დონეზე მოპოვება ბევრ ისეთ რამებს დააძლევინებს ადამიანებს, რომელთაც დღეს გადაუჭრელი პრობლემების სტატუსი აქვთ მინიჭებული, მაგრამ თუ კი არ მოხდება მასზე რეაგირება, სამწუხაროდ ისეთ შედეგებს მოუტანს ქართველ ენაზე მეტყველ ხალხს, რომ მას ეს საუბარსაც კი მოვერიდები. მხოლოდ იმას გეტყვით, რომ შექმნელისაგან დაწესებული წესების წინააღმდეგ წასული კნილების ბოლო განადგურება. ჩემი მისიური მოვალეობა ხალხისათვის იმ ჭეშმარიტების ცნობება იყო, რაც წარმოვადგინე კიდეც წიგნებითაც და აუდიო ჩანაწერებით. დანარჩენი კი უკვე ინდივიდუალურად ყველამ თავად უნდა გადაწყვეტოს, საით უნდა გადადგას ნაბიჯი, სიცოცხლისაკენ თუ სიკვდილისაკენ. ვინაიდან უკვე ყოველი ქართველი უფსკრულის პირას განლაგებული მსოფლიო მოსახლეობის წინახასზე დგას. ახლა კი დაგემშვიდობებით. რამე თუ ჩემი ინიციატივით თქვენთან დაკონტაქტების დრო უკვე მოიწურა.